სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში გაგზავნის. სარჩელის პასუხად ნაციონალური მოძრაობა სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. პარტია ლელოს სოლიდარობას უცხადებს გახარია საქართველოსთვის, რომლის წევრებისთვისაც გაუგებარია, რის საფუძველზე შეიტანა სარჩელში ქართულმა ოცნებამ აღნიშნული პარტია. რაც შეეხება პარტია გირჩს, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა. მმართველი გუნდის განცხადებით კი საქართველოში პოლიტიკური ველი დაზიანებულია და ეს ველი უნდა გაიწმინდოს. სარჩელის მიხედვით აკრძალვა შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია ახალს და ლელოს. მოთხოვნას ქართული ოცნება 500 გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებით მას საგამოძიებო კომისიამ მოამზადა. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური რეპრესიის პროცესი, სამწუხაროდ ის ვითარება, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს, ქმნის საშუალებას არ გვაძლევს, რომ რაიმე ფორმით შესაძლებელია სამართლებრივ პროცესთან მქონდეს საკითხი. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება შეიტანს ამ ეგრეთ წოდებულ სარჩელს, ჩვენი გუნდი უფრო მეტ დეტალს გაახმოვანებს იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, ისე სხვადასხვა აქტივობის და მათ შორის ქვეყნის გარეთ ოპერირებასთან მიმართებაში, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია. გაუგებარია რის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ლელოს წინააღმდეგ და მინდა ჩვენი მხარდაჭერა პირველ რიგში ლელოს გამოუცხადონ და რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ასევე ეჭვმეპარება იმაში, რომ ოცნებას მართლაც სურს გააუქმოს, ასე ვთქვათ, თუ აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, რომ მივიდეს ეს პროცესი ბოლომდე და საკონსტიტუციო სასამართლო მართლაც სამართლებრივად აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ვიხილავთ პროცესს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის როგორც შიშის ფაქტორი ოცნებისთვის იქნება მისთვის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოსაყენებელი ეფექტური იარაღი. ამ სარჩელის მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში მოხდეს, ასე ვთქვათ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე ანტიკონსტიტუციური, დესტრუქციული სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი პოლიტიკური პარტიების და ქმედებების, ასე ვთქვათ, აკრძალვა და იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს ქვეყნის დაზიანება სწორედ დემოკრატიის ძირის გამოთხრით, კონსტიტუციური ინსტიტუციების ჩამოშლის, ხალხის ნების უგულოყოფის გზით. დაზიანებულია პოლიტიკური ველი საქართველოში. პოლიტიკურ სუბიექტებად იწოდება ის გაერთიანებები, რომელიც პრაქტიკულად რევოლუციურ სტრუქტურებად ჩამოყალიბდა. რევკომებად ჩამოყალიბდა და არანაირი პოლიტიკური საქმიანობა მათ არ ახასიათებს. არის ერთადერთი მიმართულება, სისხლი დაიღვაროს, მეიდანი მოეწყოს, დაპირისპირების შედეგად მოვიდეს ხელისუფლებაში მარიონეტული მთავრობა. რასაკვირველია, ასეთი პოლიტიკური სუბიექტებისაგან პოლიტიკური ველი უნდა იქნეს გაწმენდილი.